ბათუმში წასვლის დრო დადგა. ახლა იწყება პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად მძულს ჩალაგება. უნდა ჩავალაგო ნახევარი სახლი და ჩავატიო 3 ჩემოდანში. ჩემი შვილის ტანსაცმელი ჩავალაგე და ძალიან მიხარია, რომ ამ ჩემოდანში ჩავატიე. ცოტა ადგილიც დარჩა, რაღაცების სველია და მოგვიანებით ჩავამატებ და იმედი მაქვს, რომ ფეხსაცმლისთვისაც დარჩება ადგილი. ახლა იწყება მძიმე არტილერია, ანუ ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩავალაგო და აუცილებლად უნდა ჩავეტიო დიდ ჩემოდანში და თან გაჩვენებთ რა მიმაქვს. რადგან ბათუმია და არ იცი როდის და სად მოგეწევა თავსხმა წვიმა, ამიტომ ჩემი ჯინსის ქურთოკებიდან წავიღებ 2 ცალს. ერთი იქნება თეთრი, იმიტომ რომ ბათუმია და ბათუმს ქათქათას. ესეც ზედ მივაყოლოთ.იდან შევარჩევ 1-2 მოკლე ქურთოკიდან ყვითელი და ვარდისფერი. იყოს ყვითელი. ჩემი შორტიც აქვეა და ესეც, რა თქმა უნდა, ზედ მივაყოლოთ. ამას წავიღებ, წლებია მაქვს და ჯერ ვერაფერზე ვერ მოვიხდინე და ვერ მოვირკე, ასე დავატარებ იქეთ-აქეთ. მაგრამ იქნებ ამჯერად მოვიხდინო. ბიჭის არის მოსაცმელად ვხმარობ და ძალიან მიყვარს. ეს კაბა ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ვერ ჩამოვყალებდი, ამიტომ ჯერჯერობით დავტოვებ. ჯინსის კაბა. ეს არა. შავი კაბა მიმაქვს, ყვითელი კაბაც მიმაქვს. ეს არა. ჩარშან გვიან გამოვიწერე ზაფხულს, ოღონდ გვიან გამოვიწერე შორტი და კი ჩავეტიე, მაგრამ მთლად კარგად არ მქონდა და წელსაც ჯერჯერობით მთლად კარგად არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზაფხულის ბოლომდე მოვირგებ და ამიტომ მაინც წავიღოთ. ეს არა, აი ეს კი. ეს პერანგი კინაღამ არ მახსოვდა. ეს ვფიქრობ, რომ არ მინდა, ეს კი, ესეც კი. ჩემი კიდევ ერთი ქვედა ბოლო. ბევრი არაფერი არ მიმაქვს. რო ვიცოდეთ მაინც. პიჯაკი შეიძლება დამჭირდეს, თხელია, თან საზაფხულო, მაგრამ არ ვიცი, რაში უნდა დამჭირდეს მაგალითად. და წავიღებ აი ამ ზედას. ეს შარვალი უნდა წავიღო. ეს შარვალი არ მინდა და ეს თეთრი შარვალი ვერ გადავწყვიტე. უფრო შემოდგომა გაზაფხულის არის. შეიძლება დამჭირდეს რომელიმე ამინჩი, მაგრამ არ ვიცი, ვერ ჩამოვყალებდი. თუ რამეა, მერე წავიღებ. მიმაქვს მორჩა ამ განყოფილებიდან დავასრულე. არ დამისრულებია. ესეც მინდა. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში. რას გაიგებ? დაკეტილ ოთახში ვარ და სული მეხუთება უკვე ისეც ხელა. გადავედით მაისურებზე, ჩემს სტოპებზე. ვაიმე, ახლა რამდენი რაღაცა მიმაქვს და ნახევარზე მეც არ ჩავიცვამ, ხო ვიცი, მე რაღაცას ამოვიჩემებ და იმ ამოჩემებულით ვივლი ხოლმე სულ. მაგრამ რო დამჭირდეს, არ დამთავრდა, ფალო. ანუ რავი, არ მაქვს ჩასაცმელი კაცმა რომ მკითხოს და ესენი ვისია, აბა. ვისია. და ვისია და რატომაც სულ ერთს და იგივე. ჩემი ხელისაცურა კოსტიუმი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჯერ არ ჩავიცვამს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ და შევცურავ ზღვაში, თუმცა მგონი არც არის ახლა ზღვის ამინდები. მაგრამ არა უშავს გამოჩვენდება საწავა. თავის შემოსაცმელიც ახლავს. ძალიან კაია. მე ახალი კაბა, ესეც ჯერ არ ჩამიცვამს. ეს შავშან გამოვიწერე და ჯერ არ ჩამიცვამს. იმიტომ რომ როლიკები არ ჩამიცვამს და ესენი წელს გამოვიწერე და ესენიც რა თქმა უნდა ჯერ არ ჩამიცვამს. იმიტომ რომ როლიკები არ ჩამიცვამს. ჩემი სავარჯიშო შორტები. თან მინდოდა რომ წამეღო, ვფიქრობდი რომ წამეღო, მაგრამ ახლა ჩავაგების დროს ვფიქრობ. ზაფხულია, სახლში ახლა მე რომელი ზუმბას მოცეკვავე ვარ ამ ზაფხულში. მოდი დავტოვებ და თუ რაღაცა მერე წავიღებ. ერთი ადამიანი ჭირდება, რომელიც შემირჩევს რა წავიღო და რა არ წავიღო. შორტი. ეს ჩემი ძველი შორტია, რომელშიც ჯერჯერობით ისა ვერ ვეტევი, მაგრამ ვეღარ ვიკრავ. ასე მაქვს. ჯერჯერობით. კაი, წავიღოთ მოკლედ საჭმელს მთხოვს თუ სასმელს. გადავწყვიტე რომ წავიღო ქუსლიანი ფეხსაცმელები, ზოგადად არ ვიცვამ ხოლმე ქუსლიანებს, ეს გამოვიწერე ქორწილისთვის, ვერ ჩამომისწრო, ცოტა გვიან გამოვიწერე და არ ჩამიცვამს ჯერ და არ ვიცი, იქნებ მომინდეს ჩაცმა. ეს ახლავს, ესენი ახლავს, აი კოჭოზე უნდა დამაგდეს და იყოს რა
იქნება და მომინდეს ჩემს კაბას მოუხდება თან. გამოწერილი მაქვს და ჯერ არ ჩამიცვამს და ამის ფერმა მომნუსხა ძალიან, ნახეთ რა მაგარი ფერია. ყველაფერი ჩავალაგე და დამრჩა ახლა ჩემი ბლოგისთვის საჭირო ნივთების ჩალაგება იმ ლეპტოპის ჩანთაში ჩავატევ ყველაფერს. ჩემი ლეპტოპი წავიღოთ, რა თქმა უნდა. თავისი დამტენით სამშორვეული, როგორი ტექნიკაც არ უნდა მქონდეს, ფურცელი და კალამი ჩვენთვის არის მაინც ყველაზე გემრიელი და კომფორტული. ჩემი ძირძველი ტელეფონი უნდა წავიღო თავის დამტენით. ერთი კონკრეტული რაღაცისთვის ვიყენებ. ჩემი ძველი ტელეფონი, მაგრამ ამას დავტენი და გზაში წავიღებ სიმღერების, მუსიკების მოსასმენად. ლეპტოპის ყურსასმენი. ტელეფონის ყურსასმენი. მიკროფონი, თუმცა ახლა დამაგრებული მაქვს და მოგვიანებით ჩავდებ. სელფის ჯოხი. ტელეფონის აი ესეთი სადგამი მაგიდის, რომელიც ამ დონემდე იზრდება სიმაღლეში, დაბლდება, იკეცება მარტივად. ჩემი შტატები განათებამი მაქვს აუცილებლად, რა თქმა უნდა, მაგრამ არის გატეხილი და ესე და თავი ძვრება თუ არა, უკვე აღარ ვიცი. თუ მოხსენი კარგია, წესით აქედან ვაძრობდი, მაგრამ უკვე დაწებებულია, იმიტომ რომ გატეხილი იყო. თუ არა და ასე მომწევს, რომ ჩავდო. რა თქმა უნდა, მიმაქვს ჩემი ახალი ტელეფონი და დამტენი. ასევე მიმაქვს ჩემი ფილმები, დაუსრულებელი ფილმები. მორჩა, ყველაფერი მზად მაქვს და ველოდები ახლა სახლიდან გასვლას. და როგორც იქნა, წავედით.